ყველაზე მძიმე აი ამ ბოლო 2 კვირის მანძილზე იყო პირველი 3 დღე. ტელეფონის ნომრებს ვაწერინებდი ხელზე, რომ შეგიყვანენ მეთქი სასამართლოში თქო. უთხარი ეს არის ჩემი ადვოკატი თქო, აი ნომერიც ვიცი და ამის გარშე არაფერს არ ვიტყვი და პროცესიც არ დავიწყო თქო. ისეთი კვეთა მოხდა სამართალ დარღვევის ოფისში უკვე მინიმუმ სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული. მე ვარ ლაშა ცუცქირიძე, ვიცავ აქციაზე დაკავებულ 20-მდე პირის ინტერესებს, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის კუთხით, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირისას. მაქსიმალურად სწრაფად უნდათ საქმეების დასრულება, თუნდაც 5, 7, 8, 12 საათის განმავლობაში გაგრძელებულიყო ეს პროცესები და იმდენად ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობდა ეს პროცესი, ეს იწვევდა ჩვენთვის ძირითად გაკვირვებას და არა ის ფაქტი, რომ რაიმით დავიღალეთ, ან არ შეგვეძლო გაგრძელება, ხშირად თავიანთი ინიციატივით თითოეული პირის საქმეს აერთიანებდნენ და კოლექტიურად შემოყავდათ დაკავებული ბიჭები და 7, 8, 12 პირიანი პროცესებზეც კი ვიჯექით ადვოკატები. ახლა ფაქტობრივად მხარეში ვიყავით 20, 25, 30 პირი. შესაბამისად ესეთ პირობებზე, როდესაც საუბრობთ, რთულია ისაუბრო ნორმალური სამართალწარმოების განხორციელებაზე. ძალიან ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როცა ფაქტობრივად გადაკვეთა მოხდა. ანუ ერთ მოსამართლესთან განხილვა დაიწყო ჩემი დასაცავი პირის და ამ დროს უკვე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მეორე მოსამართლეს მეორე ჩემი დასაცავი პირის საქმე დაეწერა და უკვე მალე იწყებოდა. თან ამავდროულად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოსამართლე არ დამიკმაყოფილებდა აი ამ პროცესის გადადების შუამდგომლობას და მოუწევდა იმ პირს, ვისაც ვიცავ, ან მარტო ყოფნა პროცესზე, ან ვიღაც ჩემი კოლეგა უნდა მიმეჩინა ადვოკატად იმ პირისთვის. აი ეს ყველაფერი უფრო დამღლელი და სტრესულია ადვოკატისთვის, როცა იცი, რომ სისტემა არ გაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ ფიზიკურად ყველა პროცესზე წარმოადგინო შენი დასაცავი პირი. გავიხსენებდი პირველ რიგში 2019 წელს, ეგრეთ წოდებულ გავრილოვის ღამეს. ისეთი სტრესული გარემო ადვოკატებისთვის, რაც ეხლა იყო, მაშინაც არ ყოფილა. მაშინ როგორც მინიმუმ ძალიან კარგად მახსოვს, ადვოკატების შუამდგომლობას გადადებასთან დაკავშირებით მაინც აკმაყოფილებდნენ და დღეს უკვე აი ამ დღეებში საერთოდ განსხვავებული მოცემულობა იყო. ტელეფონის ნომრებს ვაწერინებდი ხელზე, რომ შეგიყვანენ მეთქი სასამართლოში თქო. უთხარი ეს არის ჩემი ადვოკატი თქო, აი ნომერიც ვიცი და ამის გარშე არაფერს არ ვიტყვი და პროცესიც არ დავიწყო თქო. ყველაზე რთული არის მოძიების ეპიზოდი, აი ამ პირების მოძიების ეპიზოდი და ერთადერთი ბერკეტი, თუ ამას ბერკეტი ქვია, არის ფიზიკური ბერკეტი, რომ მივიდეთ კონკრეტულ იზოლატორებში და ოჯახის მიერ მოწოდებული გვარების საფუძველზე გადავამოწმოთ კონკრეტულ იზოლატორებში ეს პირები არიან თუ არა. 99% აი მობილურიდან რო რეგ უკვე გაგებული გვაქვს საერთო ნომრები რა, არიღებენ. აი შიგნითა ნომრებიდან ალბათ ხვდებიან, იქ უნდა მიხვიდე, იქედან უნდა დარეკო რა. სულ რო ვიცოდეთ და ოჯახისგან გქონდეს ინფორმაცია, რომ ეს პირი დააკავეს და ვიცოდეთ, რომ სავარაუდოდ შეჰყავთ ზაჰესის იზოლატორში, შესაძლებელია ეს იზოლატორში რიგში იყოს ეს ადამიანი და დაახლოებით 9-10 საათის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ, რომ შესახლებული არ არის ფიზიკურად ვერ მომინახოთ. არც ერთი მოსამართლე ადვოკატებს და დაკავებულ პირებს არ აძლევს საშუალებას და უფლებას ისაუბროს მისი უფლებების დარღვევაზე. ისაუბროს ფიზიკურ ცემაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი სტანდარტია, რომ მათაც შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ მათ შორის ყველა ფაქტის შეჯერების ფონზე და გადაწყვეტილებაში, მხედველობაში მიიღონ თუნდაც ფიზიკური დაზიანებები, რატომღაც ესეთი პასუხი აქვთ, რომ ეს ცალკე წარმოებაა და ცალკე გამოძიების ფარგლებშია დასადგენი, თუ კი ვინმემ შენს მიმართ უფლებები დაარღვია. პოლიციელები, რომლებიც მოდიან, მათ მიმართ მიმართული კითხვები, რომლებიც ეხება ფიზიკურ დაზიანებას, უხეშად რო ვთქვათ, იბლოკება მხარის მიერაც და განრიდებულია სასამართლოს მიერაც. აქაც გეკეტება უბრალოდ საშუალება, რომ ფიზიკურ დაზიანებებზე კითხვები დაუსვა ეგრეთ წოდებულ მოწმეს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ცრუ ფაქტს აწვდის, მინიმუმ შენს სახეზე შენიშნული აქვს ფიზიკური დაზიანება და მინიმუმ იმის დადასტურება მაინც შეუძლია, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა ფიზიკური დაზიანება. აქამდე მახინჯი, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რომ
ორი პოლიციელი მოდიოდა და მათი სრუჩვენების საფუძველზე მოსამართლე იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შეთანხმდნენ შუამდგომლობაზე, რომ სასამართლოში დაკითხულიყო ორი პოლიციელი თითოეული პირის მიმართ, სასამართლომ რატომღაც დაუსაბუთებლად შესაბამისად უკანონოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი პოლიციელი დაიკითხა და ერთი პოლიციელის დაკითხვის ფარგლებში მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება იყო ყველა პირთან მიმართებაში გამამტყუნებელი ხაზგასმით აღნიშნავ ერთი პოლიციელი მოწმის ჩვენების ცრუ ჩვენების საფუძველზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ხოლმე რომ მინიმუმ სიმართლის დასადგენად ორი პოლიციელი თუნდაც ცრუ ჩვენების მომწოდებელი პოლიციელი დაგვეკითხა რომ შეგვეპირისპირებინა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფაქტობრივად პრევენციას ახდენენ იმისა რომ ორმა პოლიციელმა განსხვავებული ჩვენება არ მისცეს. ასევე უნდა ვისაუბრო სამართლებრივ აბსურდზე, რასთანაც მომიწია თვალის გასწორება ერთ-ერთ საქმეზე. აუცილებლად უნდა მოვყვე ეს პატარა ისტორია. ვიცავდი ერთ-ერთი პირის ინტერესს და აღმოჩნდა რომ ამ პოლიციელმაც განაცხადა რომ მე ვთხოვე გედედეს თანამშრომელს მომიყვანა დააკავა ეს პირი და ჩემი კითხვების პასუხად გვაწვის ეგეთ ინფორმაციას. 02:50 საათზე დავაკავე ეს პირი, გადავიყვანე შესაბამის მანქანაში და ამის შემდეგ გადავიყვანეთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და მე ამ მანქანას სადაც იყო დაკავებული პირი, სხვა დაკავებული პირთან ერთად, გავყევი ჩემი შკოდით. როგორც თვითონ განაცხადა პოლიციელმა, მე შევადგინე დაკავების ოქმი ადგილზე. ამასობაში გადის დაახლოებით 2 საათი. ამის შემდეგ წავიყვანე იზოლატორში, მოვათავსე ეგრეთ წოდებული დიღმის იზოლატორში. შესახლების დროს დაახლოებით როგორც იხსენებს ჩემ კითხვაზე პასუხად იყო 09 საათი, დილის 9 საათი და კონკრეტული კითხვა დავუსვი. დაკავებიდან შესახლებამდე თქვენ იმყოფებოდით, ხო, ამ პირთან მეთქი? კი, მე ვიმყოფებოდი დაკავებულ პირთან დაკავებიდან შესახლებამდე. აღმოჩნდა ისე რომ ჩემი კოლეგა რომ ახორციელებდა მეორე პირის ინტერესების დაცვას, იმ დაკავების ოფში ეწერა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი პირის დამკავებელი პოლიციელი, რომელიც 02:50 საათიდან ფაქტობრივად რუსთაველზე აღარ იმყოფებოდა და იმყოფებოდა როგორც თვითონ განაცხადა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფთან იზოლატორის ჩათვლით. 04 საათსა და 17 წუთზე როგორც მახსოვს, მითითებული იყო მოწმედ და აღწერილი იყო ფაქტობრივი გარემოება, რომ რუსთაველის ტერიტორიაზე 04 საათსა და 17 წუთზე თითქოს ამ პოლიციელმა, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფთან იმყოფებოდა ამ დროს, დაკავებისას დაინახა სხვა პირის სამართალდარღვევის ფაქტი. ანუ ისეთი კვეთა მოხდა სამართალდარღვევის ოფში უკვე ნათელი იყო, რომ მინიმუმ სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ესეთი შედგენილი ოქმი ბუნებრივია მინიმუმ წარმოადგენს სამსახურებრივ სიყალბეს და როცა მოდის ეს პოლიციელი და სასამართლოში ადასტურებს ამ გარემოებას, ამას ემატება მეორე მუხლიც. ეს არის ცრუ ჩვენება. სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ მოსამართლემ სამართალდამრღვევად მაინც ცნო ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი პირი და სამწუხაროდ ეს ძალიან კარგად დავამახსოვრდა. სამწუხაროდ მიიღო ყველაზე მკაცრი სანქცია 10 დღით პატიმრობა შეუფარდა ამ პირს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე სამართლებრივ ფაქტებზე ვსაუბრობ, მათ შორის სასამართლოში, ეს ფაქტი იყო ყველაზე მძიმე ამ ორი კვირის მანძილზე, რაზეც შემიძლია ვისაუბრო და ფაქტობრივად ახსნა ვერცმე ვერ მოუძებნო. გასაგებია, რომ მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო უკანონოდ, მაგრამ რატო ყველაზე მკაცრი სანქცია? რატო ყველაზე მკაცრი სანქცია? ჩემი აზრით, ესეთი დამახინჯებული სამართალწარმოების მიზანი არის ის, რომ ფაქტობრივად მოახდინოს ადამიანების დემოტივაცია და ფაქტობრივად სამართლებრივად დაღალოს ადამიანი, ანუ მას გაუჩინოს უიმედობის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ უიმედობის განცდა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, მათ შორის სასამართლოს მიმართ და ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე. თუ ჩვენ არ შევეგუებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მივახცევთ იმ მიზანს, რაც საერთო ინტერესია, ხო, როგორც მინიმუმ სწორი, ობიექტური, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, რომელიც ბრძოლის გარეშე, რომელიც მოტივაციის გარეშე, დაღლის გარეშე გამორიცხულია ფაქტობრივად.